მამუკა ხაზარაძეს, რომელიც თეატრალუკიანის კომისიის გამო ბრალდებული პირველი პოლიტიკოსია, შესაძლოა განაჩენიც პირველს გამოუტანონ. მისი საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მაქსიმუმ 2 კვირაში მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. ძლიერი საქართველოს ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს დრო რჩება ციხემდე. ბიძინა ივანიშვილი რუსული ძალა და მას გადაწყვეტილია ყველა ოპონენტის დაჭერა და როცა მოვა მის დრო ესე თქვათ მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ასე რომ ბრძოლა გრძელდება, მინდა ყველას ასე თქვათ მოუწოდო, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე. ეს იქნება სასამართლო დარბაზი, ეს იქნება საარჩევნო ყუთი, ეს იქნება ქუჩა, თუ ასე შემდეგ. პროკურორებმა დღეს საქმის ყველა, ანუ 2 მოწმე დაკითხეს. ერთი მათივე კოლეგა, რომელმაც თეატრალუკიანის ხელმოწერილი მიმართვა ჩაიბარა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. მეორე კი პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, რომელმაც ბრალდებულს საგამოძიებო კომისიის სახელით შეტყობინება გაუგზავნა. ორივე მოწმეს დღეს 2-ჯერ მოусმინეს. ბადრი ჯაფარიძის საქმე ზუსტად იგივე ტემპით და სცენარით მიმდინარეობს. ის დღეს პირადად შეეცადა მოსამართლისთვის აეხსნა. პარლამენტი ლეგიტიმურადაც რომ მიაჩნდეს, რატომ არის საგამოძიებო კომისია უკანონო. Komisიის 50% მინიმუმ 50% უნდა შესგებოდეს ოპოზიციის წევრებისგან. უნდა შესგებოდეს. ის ადამიანები მოვიკითხეთ დღეს ხო და მაინტერესო ვინ არიან? ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი. ეხლა ეს ხო დაცვა არის სამართალზეც, დაცვა კანონზეც. დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი სწორედ ეს არის, რომ მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობასაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ედავებიან, უკანონოა და არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის გამო. არ არსებობს არც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაბარების ოფიციალური ოქმები. როდესაც კოლექტიური ორგანოს ან თანამდებობის პირის მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმეთ. ამ შემთხვევაში ეს იქნება თუ არა შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება ამ პირების გამოკითხვის გარეშე. ჩვენ წერილობით მიმართეთ კომისიას გაგვცა კონკრეტული პასუხი და ჩვენთვის ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი. და არ გადამიგებული მოწმებით ეს შეგვიძლია შედგა თო. რატომ უნდა გადაგებოთ? ჩვენ რატომ უნდა სიტყვაზე თავად წული. კომისიის მოთხოვნა რა კანონიერი იყოს, კომისია უნდა იყოს კანონიერი, რაც არ გვაქვს სახეზე, იმიტომ რომ 2 წევრი, რომელიც ოპოზიციას უნდა ყავდეს, არ არის იდენტიფიცირებული და კონკრეტული ადამიანები და კოტა ვერ ასრულებს ამ მოვალეობას. მეორე, კომისიამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები და დააფიქსიროს თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერით. არც ერთი ეს მოთხოვნა გამოძიებას გამოკვეთილი და შემოწმებული არ აქვს. შესაბამისად, აქ გამტყუებელი განაჩენის ალბათობა მე არაფერი აღარ მიგვიქოს, მაგრამ ნოლის ტოლფასი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, დაცვხარი აპელირებს იმაზე, რომ მათთვის ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები, ყველა ის საკითხი, რაც მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, შემოწმდა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და შესაბამისი მასალები მოცემულია სისხლის სამართლის საქმეში. კაცრს ასჯელს რომ მოითხოვენ ეს საქმის პროკურორებმა დღესაც გაიმეორეს. რას მიიჩნევენ საკადრის სანქციად არ ამხელენ. თუმცა უთქმელადაც ბრალდებულები პატიმრობისთვის ემზადებიან. უკვე თვეებია 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ წამოწყებული 8 საქმის შესახებ ლაპარაკს გაურბის სახალხო დამცველი, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების პრობლემა მას არ ეხება. პოლიტიკურ შეფასებებს მე არ ვაკეთებ ძალიან კარგად იცით, რაც შეეხება მათ მდგომარეობას, ჩვენთვის არ მოუმართოთ მათ წარმომადგენლებს, თუ ასეთი იქნება აუცილებლად რა თქმა უნდა მოვინახულებთ, თუმცა რამდენიც ჩემთვის ცნობილია თვითონ საპატიმრო დაწესებულებაში მათი განთავსების და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. სანამ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების გარემოებები მას არ ეხება, 4 პარტია შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს. ნაწილი უკვე ციხეშია. საბოლოო განაჩენებამდე, რაც დანამდვილებითაა მოსალოდნელი, ეს კიდევ ერთი ოპოზიციონერის, ნიკა გვარამიას პატიმრობაა, რომელიც 7 ივნისის შემდეგ, ანუ როცა გირაოს გადახდის ვადა ამოეწურება, ნებისმიერ დღეს შეიძლება დააპატიმრონ.